პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად თითქმის მთელი საქართველო მივიდა. მემარჯვენეც და მემარცხენეც, მდიდარიც და ღარიბიც, მორწმუნეც, ნაკლებად მორწმუნეც თუ ურწმუნოც, თავმდაბალიც და ფარისეველიც. ეს იყო ერის ერთგვარი საერთო სუნთქვა, სადაც ყველა განსხვავება წაიშალა. ეს საყოველთაო პატივისცემა იმ უდიდესი ავტორიტეტის შედეგია, რომელიც თითქმის 50 წლიანმა მუხრჩაუხრელმა შრომამ და თავდადებულმა ღვაწლმა განაპირობა. იგი იყო ის მყარი ღერძი, რომლის გარშემო ქვეყანა ყველაზე რთულ და კრიტიკულ მომენტებში ერთიანდებოდა. მისი სიტყვა ხშირად ხდებოდა ხიდი დაპირისპირებულ მხარეებს შორის, რაც მხოლოდ გამორჩეული სულიერი ლიდერების ხვედრია. უწმინდესი მუდმივად მოგვიწოდებდა ერთობისკენ, რადგან ღრმად სწამდა უმთავრესი ჭეშმარიტების. ღმერთი აერთიანებს, ბოროტი კი ყოფს. ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უდიდესი დრო და სულიერი სიმტკიცე დასჭირდება იმ მასშტაბის ავტორიტეტის მოპოვებისთვის, რომელიც ჩვენს აც განსვენებულ წყემსთავარს ილია მეორეს ჰქონდა. რაც შეეხება ფარისევლებს, რომლებიც ბევრნი არიან ჩვენ და სამწუხაროდ, მე მათ მხილებას აუცილებლად გავაგრძელებ, ოღონდ ახლა ამის დრო არ არის. ახლა დაფიქრებისა და მადლიერების ჟამია. ჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. გვქონდეს უფლისა და ერთმანეთის იმედი. რაც მთავარია, მტერს ნუ ვეძებთ იქ, სადაც სინამდვილეში მოყარეა და მოყრის ლანძღვით მტერს ნუ გავახარებთ. რჩევა მექნება ადამიანებზე ნურასდროს იმჯელებთ იმით, თუ რამხელა სანთლით დგას კამერების წინ. იმჯელეთ მხოლოდ იმ კეთილის საქმეებით, რომელთაც არ სჭირდება არც კამერები, არც ზედმეტი ხმაური და არც ტაში. მინდა იცოდეთ, რომ არავის განვიკითხავ და ჩემთვის ყველა ადამიანი თანაბრად ძვირფასია. მე უბრალოდ სიმართლის მხარეს ვდგავარ. ჩემი მხრიდან მხილება არაა განაჩენი. არამედ ეს არის მცდელობა, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს შეცდომების დანახვაში. ხშირად სიმართლე მწარეა, მაგრამ სწორედ მისი აღიარებაა გადარჩენის ერთადერთი გზა. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ.